ტექნიკური მახასიათებლებიდან ეჩეპარეს პროზაში მნიშვნელოვანია გრძელი და მოკლე პერიოდების სინტაქსური რიტმი, ასევე ჰიპერბარიტონის, სიტყვათა თამაშის და მოქმედების სხვა ხერხების გამოყენება. Აი ამ მოქმედების ხერხების მონაცვლეობით და ხშირი ცვლით ეჩეპარი აღწევს სასულო მხატვრულ ეფექტს. მეტაფორები იშვიათად აქვს მათ გამოყენებული, ძეცართავები პირიქით ხშირად და აი თითქოს გარკვეული ბალანსი აქვს ამით მას დაცული. ძეცართავების სიმრავლე მეტაფორების არარსებობით აქვს გაწონასწორებული. საბოლოოდ რეალისტური აღწერა, რომელსაც ეჩეპარი საკუთარ ტექსტებში მართავს, იმარჯვებს კოსტუმრისტების მიერ დანერგილ იდეოლოგიზირებულ სუბიექტურობაზე. ანუ ეჩეპარი მაინც ცდილობს რეალობა აღწეროს ობიექტურად და იმ სახის კოსტუმბრიზმს, რომელსაც ტრადიციული კოსტუმბრიზმი ეწოდება, თქვენ თუ გაიხსენებთ კოსტუმბრიზმის კლასიფიკაციას, არის სამი სახის კოსტუმბრისტული ტექსტები, ტრადიციული კოსტუმბრიზმი, არის პოლიტიკური კოსტუმბრიზმი და წმინდა კოსტუმბრიზმი. და თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ყველა კლასიფიკაციაში, აქაც ზღვარის გავლება მეტად ჭირს. აი თითოეული ეს კოსტუმბრისტული ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მოიაზრება საკუთარი კლასიფიკაციით უდავოდ, არის ტრადიციული ბირთვის მომცველი და მცირე ერების ლიტერატურაში რომ განვითარებულიყო და ბასკურში განვითარდა იმიტომ, რომ ბასკური იყო ესპანური ლიტერატურის მეზობელი ლიტერატურა და რა თქმა უნდა ზეგავლენა გეოგრაფიული ფაქტორით მეტად მნიშვნელოვანია, თუ გაიხსენებთ ქართულ და სომხურ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა ეს უდავოდ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუნდაც ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში, ის რომ ძალიან ბევრი ტექსტი სომხურიდან ითარგმნებოდა, ვიდრე ქართული და სომხური ეკლესიებს შორის ურთიერთობა დაიძაბებოდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა სალექციო თემაა. აი სწორედ აქაც ამის მსგავსად, რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი კოსტუმბრიზმი, ჩვენ ვიცით, რომ არის ესპანური და ესპანურენოვანი, ანუ ლათინური ამერიკის ლიტერატურის მახასიათებელი მხატვრული მიმდინარეობა და ამიტომაც არის, რომ ბასკურ ლიტერატურაშიც გეოგრაფიული ზეგავლენით მოხდა კოსტუმბრიზმის განვითარება და რადგან ეს მცირე ერის ლიტერატურაა და რადგან იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ჯერ ტრადიციული ბასკური კოსმოხედვისგან არ იყო ტექსტი, ავტორი ანუ ტექსტი, თუ განვიხილავთ, რომ ავტორი უდრის ტექსტს, ავტორი ანუ ტექსტი განთავისუფლებული, ამიტომ მცირე ერის შემთხვევაში მან შეიძინა იდეოლოგიური ფუნქციები, ანუ განსხვავებით ვთქვათ პროგრესული ესპანური კოსტუმბრიზმისგან, როგორიც იყო ვთქვათ მარიანო ხოსე ლარას ტექსტები, ამ შემთხვევაში ეჩეპარემ შეძლო და გარკვეულწილად დაშორდა, დისტანცია დაამყარა სუბიექტივიზირებული იდეოლოგიური კოსტუმბრისტული ტექსტებისგან და ეს არის მისი როგორც ავტორის, მისი ევოლუციის პირადი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელმაც შემდგომ მომავალ გამარჯვებას ზოგადად ბასკური რეალისტური პროზისას ჩაუყარა საფუძველი. ასეთი მკვლევარი პიარეს ჩარიტონი, რომელიც თავის კვლევასთან ერთად ასევე ეჩეპარეს ტექსტებს კრებდა და ჟურნალში ბრთა მან წარმოადგინა ზოგადი შესავალი ეჩეპარეს ტექსტების შესახებ და მართალია არსებობს კიდევ სხვა შესავლებიც, ამიტომ ეჩეპარემ მიჩნეულია მნიშვნელოვან ავტორად ბასკურ ლიტერატურაში, კონკრეტულად რეალიზმის გადამავალი ეპოქის ავტორად, მაგრამ აი პიარეს ჩარიტონის მიერ მომზადებული შესავალი ითვლება ყველაზე ერთ-ერთ კომპლექსურ და ინფორმატიულ შესავლად. ჩარიტონი მასში ეჩეპარეს მნიშვნელობაზე უთითებს მისი ბიოგრაფიიდან პლუს ლიტერატურული ზეგავლენებიდან გამომდინარე, ანუ რამე თუ მნიშვნელოვანი იყო
ის ავტორები, როგორც ვთქვით, ნიცშე და ჰეგელი, რომლის ზეგავლენასაც ეჩეპარე განიცდიდა, ეს აისახა მის ტექსტებში და პირველი, რაშიც დაეხმარნენ ეს ავტორები, რომელთგანაც ეჩეპარე მეტად დავალებულია, გახლავთ ის, რომ მიანიჭეს მას რეალისტური და ამავე დროს ობიექტური ხედვის უნარი, ჩამოუყალიბეს, განუვითარეს მას ეს უნარი. და ამის შედეგად ეჩეპარეს ტექსტები დაშორდა, ძალიან დაშორდა იდეოლოგიურ კოსტუმბრიზმს. კარგი იქნება თუ გადახედავთ ესპანური ლიტერატურის კურსის ფარგლებში კოსტუმბრიზმს მიმდინარეობას, შეგახსენებთ, რომ ეს არის ესეთი მიმდინარეობა, რომელთა ავტორებიც განეხილავდნენ თავს საზოგადოების ცენზორებად, რომლებიც გვერდიდან, რომელსაც გააჩნდათ პრეტენზია, რომ ისინი გვერდიდან უცხერენ საზოგადოებას და ასახავენ მის მხარეებს და პირველ რიგში საუბარი იყო მანკიერი მხარეების ასახვაზე. და სწორედ ბუნებრივია, რომ მანკიერი მხარეების ასახვა იწყება ტრადიციების შემადგენლობაში არსებული მანკიერების ასახვით, ხინჯების გამოვლენით და პირველი, რასაც ეს ავტორები აკეთებდნენ, ასე ტერმინიც იყო ესპანელების მიერ დანახული ესპანეთიო. საიდან გაჩნდა ეს ტერმინი, რომ რა თქმა უნდა ეს ბასკეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ტერმინი გაჩნდა იქიდან, რომ თქვენ იცით, რომ ძალიან პოპულარული იყო მე-15 საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში ძალიან, იმიტომ რომ ეს რომანტიზმის განვითარებასთან ერთად მოგზაურობა ესპანეთში და ძალიან ბევრი ავტორი, ზოგადად რომანტიკოსებს უყვარდათ მოგზაურობა და ბევრი ავტორი მოგზაურობდა ესპანეთში. და აღწერილიც არის მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში რომანტიზმი გვიან განვითარდა, აღწერილიც არის ესპანელი რომანტიკოსი ავტორების ზეგავლენა, არა მხოლოდ მომდევნო თაობის ესპანელ, არამედ უცხოელ ავტორებზეც. და ეს მოგზაურები, რომლებიც ჩადიოდნენ ესპანეთში და ბასკეთი იყო ერთ-ერთი ადგილი, რომელშიც მათ ძალიან უყვარდათ მოგზაურობა, იმიტომ რომ ზოგადად ადგილი არის ძალიან ლამაზი, არის მთიანი, ზღვიანი, ძალიან მრავალფეროვანი კლიმატია და კარგი სამოგზაუროა. და ეს ავტორები, რა თქმა უნდა, ჩადიოდნენ 1 თვით, 3 თვით, 6 თვით, 1 წლით და ბუნებრივია, რომ სულ სხვანაირად აღიქვავდნენ ისინი არსებულ რეალობას და სულ სხვანაირად აღიქვავდნენ ქვეყნის შიგნით მაცხოვრებლები, რომლებიც ათობით წელი ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ამიტომაც ესპანელებს, ასე ვთქვათ, ესპანეთის მოსახლეებს გაუჩნდათ სურვილი დაენახებინათ საკუთარი საზოგადოება საკუთარი თვალით და არ ყოფილიყო ჰიპერბოლიზირებული, გაზვიადებული, ცოტა ზედმეტად რაინდული და მთლიანად ტორეადორების ტრადიციაზე დამყარებული ქვეყანა და სწორედ კოსტუმბრისტი ავტორების დიდი წვლილი მდგომარეობს იმაში, რომ მათ მოახდინეს საზოგადოებრივი აზრის ევოლუცია. მათ განავითარეს საზოგადოებრივი აზრი, რამაც შეიტანა უდიდესი მნიშვნელობა მეორე რესპუბლიკის ფორმირებაში, თუ უკვე ჩვენ გადავალთ ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებში. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება სწორედ საზოგადოებრივი აზრის განვითარების შედეგად ხდება და არც ესპანეთის მე-19 საუკუნის დასაწყისი, მოდით ასე ვთქვათ, 1808-დან 1840 წლამდე, ეს პერიოდი ყოფილა გამონაკლისი. ეს პერიოდია, როდესაც განსაკუთრებულად განვითარდა კოსტუმბრიზმი, განვითარდა რომანტიკული პროზის ფარგლებში და ალბათ არც ის იყო შემთხვევითი, რომ კოსტუმბრიზმი განვითარდა მაშინ, როდესაც დომინანტური ლიტერატურული მიმდინარეობა იყო რომანტიზმი და არა რომელიმე სხვა. რამე თუ რეალიზმი ვერაფრით ვერ შეუწყობდა ხელს მის განვითარებას, რადგანაც აი ამ მცირე ერების ლიტერატურებზე თუ საუბრობთ, რეალიზმი რომ არ დაშორებოდა იდეოლოგიზირებულ კოსტუმბრიზმს, რა თქმა უნდა, იგი ვერ განავითარებდა შემდგომში იმ ლიტერატურას, რომელსაც პოსტრეალისტური ეპოქის ლიტერატურა ეწოდება. თუმცა ესპანურ და ბასკურ სინამდვილეში კიდევ სხვა ისტორიული მოვლენებიც იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს შემდგომ სხვანაირ განვითარებას და სხვა კურსით განვითარებას ლიტერატურის. კერძოდ ეს გახლდათ ცნობილი ორი დიქტატორული რეჟიმი, რომელიც მე-20 საუკუნის ესპანეთში იყო,
პრიმო დე რივერას 7-8 წლიანი დიქტატურა და რამდენიმე 10 წლიანი გენერალ ფრანცისკო ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი. ამ პერიოდში განსაკუთრებით განვითარებული ცენზურა დიქტატორული რეჟიმების დროს განვითარებული განსაკუთრებული მძაფრად გამოხატული ცენზურა, რა თქმა უნდა, აფერხებდა ლიტერატურის განვითარებას, ლიტერატურული აზრის განვითარებას და კულტივირებას, მაგრამ მეორეს მხრივ იგი იყო უდიდესი სტიმული ამ ლიტერატურის განვითარებისა და ამრიგად წარმოიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა ესპანურ და ბასკურ ლიტერატურაში, როგორიც არის ემიგრაციის ლიტერატურა და ჩვენ გვექნება ლექციაზე საუბარი ორიჩეზე, ნიკოლოს ორმაეჩეაზე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბასკი ემიგრანტი ავტორი, რომელიც შემდგომ დაბრუნდა ბასკეთში. მისი გარდაცვალების შემდეგ ორიჩეს სახელობის პრემიები არის დაწესებული და ასე შემდეგ. მაგრამ სწორედ ამ ყოველთვის მხრივ კოსტუმბრიზმისგან დაშორება, მეორეს მხრივ რეალიზმის განვითარებამ, რომელმაც დაიწყო აღმოფხვრა ტრადიციული კოსმოხედვის და მესამეს მხრივ დიქტატორულმა რეჟიმებმა, რომელმაც აიძულეს მწერლები, რომ ემიგრაციაში წასულიყვნენ და ეწერათ ტექსტები ერთ ესპანელ ავტორს დავესესხების სამშობლოსკენ მიპყრობილი მზერით, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ მე-20 საუკუნე ბასკურ ლიტერატურაში ფაქტურად რენესანსია. ასევე ოქროს ხანა, სხვანაირად ვთქვათ, არის ოქროს ხანა მე-20 საუკუნე ბასკურ ლიტერატურაში, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამას ხელი შეუწყო ასევე იმან, რომ წერილობითი ლიტერატურა გვიან შეიქმნა. თქვენ გახსოვთ, რომ 1555 წლით თარიღდება პირველი წერილობითი ლიტერატურა მიუხედავად ძალიან მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი ფოლკლორული ლიტერატურის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, ნიმუშების, მაგრამ თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ 1555 წლით დათარიღებული ტექსტი არის ჩვენამდე მოღწეული პირველი. ეს ანიშნავს, რომ ეს იყო პირველი, მაგრამ ამ ეტაპზე ბასკური ლიტერატურის სპეციალისტები ჯერდებიან, რომ პირველ ტექსტად უნდა აღიარდეს სწორედ 1555 წლით დათარიღებული. აი ეს იყო, რის თქმაც მინდოდა ამ ლექციის ფარგლებში. იმედი მაქვს, შევეცადე კარგად ამეხსნა თქვენთვის ის როლი, რომელიც რეალიზმმა, როგორც გარდამავალი პერიოდის ლიტერატურულმა მიმდინარეობამ შეასრულა, საუბრობთ ბასკურ ლიტერატურაზე და შემდგომ გადავალთ უკვე ისეთ მახასიათებლებზე, როგორც იყო რეალიზმის განვითარება, მოკლე მოთხრობა და განვიხილავთ კიდევ რამდენიმე საინტერესო ბასკ ავტორს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.